მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა. დანაკარგებით ვართ წარმოდგენილი გურამი გრიპს ებრძვის და დაამარცხებს მე სათვალე გამიტნა, მაგრამ ამ დანაკარგების მიუხედავად ჩვენ ძალიან საინტერესო გადმოცემას შემოგთავაზებთ, რომელთაც თქვენ ნამდვილად იკაიფებთ და ამის საშუალებას ჩვენ გვაძლევს ძვირფასი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც გრანდიოზული შოუ ჩაატარა მეგობრებო. სვეჟად ირიჟა. ნუ ისეთი მაოხრებელი გზირი, ისეთი გარეწარი ეს და შემდეგაც მოყვა იმ კაი კაცისგან კინება სულ ამას ეკუთვნის ჩემი აზრით. ასეთი ადამიანი რა თქმა უნდა ყოველთვის რაღაცას გააძრობს და ხშირად ფიქრობ რომ აი ფსკერს რამდენად ჩაცდება და აქაც მორიგი კარგი ბატისკაფური ჩაძირვა იყო მარიანის რუმულში მეგობრებო. იმიტომ რომ მაგას ჯერ ვიძინა, გვაჩვენა რა ვიცე რა. ამან ბიჭო ბაკალავრიატი ამას აქვს დამთავრებული ფსკერზე გათხრითი სამუშაოები. აი ხა წარმოდიეთ ასეთი ვიდის მქონე ადამიანი აი აქ მინდა დააკვირდეთ მეგობრებო აი ეს რა ამ კადრზე რა გახსენდება? მე მგონია რომ მარტო ერთ-ერთი ასოციაცია უნდა მოგივიდეს ამ კადრზე რა. გლაზოგში ვხედავ ამ კადრზე. ანუ გლაზოგში. მაიმუნი რო გისოსები და ბანანს ჩალიჩობს, ხო იცი? და ცირკში რომ არის და სასაცილოდ რო ჩააცვეს კოსტუმი, ხო? ისეთი მაიმუნები რო არიან. როგორი? აი გეი მაიმუნები? არა. აჰა. ჩათვალე და კიდე გეი. რო აწვალებენ რა დამთვალიერებელს. ხო რაც ვიღაცა რო თავის პონჩი რო კიშკაობს და იმის წართმევაზე რო არა. ასეთი ვიდით უკვე წვალებაა. შეხეთ, აი აქ დააკვირდი, აი, შენ ხო გააკეთე ერთხელ შესანიშნავი მიმოხილვა. აი ეს სოროჩის გაზოლებია. არა, პიჯაკია, კაკაპიცებული საღო. პიჯაკი. კაი თინეიჯერულად სვეჟი. აი, წავიდა. პუტინთან იყავით უარ მოსკოვში. მე? აბა? მე? ეს არის ნოღაიდელი რო იცოდეთ რა. მე და ეს პირდაპირ კავშირში რატომ? იმიტომ რომ საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობები მოგვეწესრიგა. გასაგებია, რა ურთიერთობები ვაშენებთ რუსეთი შემოვიდა ანექსი და მოახდინა ჩვენ ტერიტორიებს, დახოცა უამრავი ქართველი. დაპაუზე რა. კარჩე ამბობს ამას ტიპი რომლის მაშინ ვინ იყო გამახსენე ეს ვაშაძე ვაშაძე გრიგოლა ვაშაძე ვინ იყო? გრიგოლა ვაშაძე რუსეთის მოქალაქე იყო. არა. თანამდებობა კულტურის მინისტრი იყო ჯერ და შემდეგ საგარეო საქმეთა რომლის ამბობს იმ დროის პრეზიდენტი, რომლის კულტურის მინისტრიც 2008 წლის ომის შემდეგ მათ პროპაგანდისტულ მისაკუთრებულ მედიაში იჯდა და ქართულ საზოგადოებას ელაპარაკებოდა, რომ მე ვეხვეწებიო რუსეთის კულტურის სამინისტროსო, რომ გავაგრძელოთო თანამშრომლობაო და პროექტები გქონდესო გაცვლითიო და იმას ქნათ. რუსული ბალეტი ჩამოვიდეს აქ და კონცერტები იყოსო ძმაო. კულტურის სამინისტროს წერილი, სადაც ეს ვაშაძე მორჟი თავის რუს კოლეგას წერს წერილს, რომ მხოლოდ ხალხოსნურმა კონტაქტებმა, კულტურის მუშაკთა კონტაქტებმა შეიძლება შეარიგოს თვითონ ეს 2008 წლის ომის მერე საზღვარზე იდგა რუსი ტურისტების დასახვედრად და ეხო მადლობას უხდიდა რომ უირაკაია და მე ხალხს ელაპარაკებოდა რომ ეს უნდა გაიმასქნას როცა ნოღაიდელმა შეუტია ნოღაიდელის შეტევის შემდეგ ცოტა დაიბნა და ყურადღებას თხოვთ რომ ორი ხო ყურადღებას მიაქციეთ ყურადღება რომ გაიხედავთ დარბაზისკენ ანუ ცოტა შეეშინება და შველეთო გაინახე და მეც და ძალიან ბევრი რაცას და ამის შემდეგ განაწყვეტე შენ თვითონ რუსულ-ქართულ ურთიერთობის მონადირე ესე ერთთან ჩასვლა და თავის მოხდა ხო ესე თავის მოხდა არასან არ გადამიწყვეტია აბა გარკვეულ პუტინს ეკაჩავე იბლატავე მოუწოდე რომ საქართველოს არ დაეპყრო დაამუნათე შეხუმ ეკაჩავე და იბლატავ პოლემიკაში მე არ ვეკაჩავ მე ვიცოდი საქართველოს ინტერესებს და შენი ხანა მოღალატე შენი ხანა ნაცილები აი ეს ეს მოხალხოს აი ეს მოღალა ჩეხერები მოღალა შეგეხერე პუტინი ჩავიდა კიდე მოღალწავე აი ამ არაეულს აი ეს მოხალხო და საქართველოს აი ეს ხალხი ცეხანგრა საქართველოს აი აბსოლუტური აიგება საერთება აი ხარა დააპირა აი ხარა გისოსისკენ რომ გამოიწია რა დააპირა აი ხო თავი შეხტომა სად შეხვდეს ახლა ვისთან შეხვდეს
თავიც არ ხდება ხოლმე. მე მგონი, კი. მე მგონი ჩვენ გვერდით გახედვა, იცი რა იყო? ანუ მაგას ნო პაძეში გარო. აიო, მოღალატო, დაუძახეთო ხა მოღალატო თქვენცო რა. ესეთი მასიაკეთება. რომელიღაცა სტატუსში სტატუსის კომენტარს აიღებენ ხოლმე და სექტანტების ჯგუფში აგდებენ რომ დაამუნათ. ეგ იყო ოღონდ ლაივ რეჟიმში. ლაივ რეჟიმში ზუსტად. ბიჭო, აი მე მესახება ესე მეგობრებო, რა ვიცი. ის ფოტო ჩაგვიგდეთ რა, პუტინთან უბედნიერესი სახით ხელს რო ართმევს მიშა. რა კაჩაობაზე და ბლატაობაზე რო ბაზრობს. მე მგონი რომ ჩვენ ესეთი რაღაც მინდა წარმოვიდგინო, რომ ამას ამშვიდებს და ასე ვთქვათ, აწყნარებს ვინმე ციხეზე მყოფი ქათამი, რომელიც ცოცხლით დადის და გვის კორპუსზე ტუალეტებს, ცოცხლით. აი ცოცხლით ეს ქათამი, აი ესე რომ დაიწყებს, უნდა ჩაარტყას რა. არც რა თქმა უნდა სახელმწიფომ არ უნდა მიიღოს. იქნებ ეს არწივად აღიქოს მაგას. იქნებ ეს არწივად აღიქოს. ნუ იქ მიხვდებიან ხო ვიზეც ვლაპარაკობ და როგორ რა სიტუაციაზე ვლაპარაკობ. აი თვითონ კამერაში ისეთი სიტუაცია აქვს, ამას ხო ნახეთ ჩვენ მაგის კამერა. აღწერილი აი გვაქვს ფოტო უბედნიერესი მიშა პუტინთან შეგვიძლია გაუშვათ. ტაფა მოდი შეხლავე. მაგრამ ტაფა ისაო დაერხაო ტაფა. მართლა უნდა მოსო. არა ნუ ეხლა რა ვიზე ვლაპარაკობთ. არ არსებობს ეპითეტი, რომელიც შეურაცხყოფელი ეპითეტი, როგორც ამას არ ერგება, მაგრამ აჰა. აი აქ ბლატაობს ეხა რა. მადლობ. ბლატაოდაა ჩასული უბედნიერი. საქმე. ის რო ვიდეო რო არის, ხო იცი? ქართველი ფანი გოგო რო ადრიანო შევჩენკოს რო ხდება. არ მაქსახი და ვაიმე პუტინო. ვაიმე ჩემი აზრით აი ის ქათამი ის მუშაკი მოღვაწე ციხის შიდა მოღვაწე შეხვას. ცოდოა. აი მანუ ჩაარტყას რა. ის ქათამი ცოდოა. არა, ის ცოდო არ არის. იმას გაუსწორდება პრეზიდენტს, ოფის პრეზიდენტს. აი ესე გავიმეტეთ ჩემი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტს. მაგის დედავატირე მე. ჯერ აუფლება ყვირის და ვიღაცებს ამუნათებს და ვაშკაცობაზე. აქ თავარი თემა იცი რა. ვინ არის? აუ, თავარი ეს ხო კომედია არის ეს ყველაფერი, მაგრამ თავარი ტრაგედია იცი რა არის, რომ ნული ცვლილება არის მასში. ნულოვანი. ანუ საერთოდ არც ამდენმა გასულმა წელმა, არც ამ ციხეში მარტოობამ, არც მანამდე ვივამეთში კომფორტში მარტოობამ, არაფერზე არ დააფიქრა, არანაირი გადააზრება მის გონებაში არ მოხდა. ანუ ტიპი არის ისევ ბოროტი, რევანშისტი, აი როგორც კი გამოვა, უნდა დავხტოს ხალხი და საავადმყოფოში შევიყვანოთ რა. კი არა, ციხეში. კი, ანუ ამას თუ მოუწევს გამოსვლა, ეგრევე უნდა დახვდნენ ისინი რა ქვია ექიმები უკვე თეთრი ხალათით, შეიძლება რომ აი ძალიან მაშინ მოვითხოვ, არ ვიცი როდის გამოდის, მაშინ ძალიან მოვითხოვ, ძალიან ვთხოვ რომ მეც ჩამასვა თეთრი ხალათი და მეც მიიღო მის ექსპროპრიაციის ოპერაციაში მონაწილეობა, იმიტომ რომ ადამიანი არის, რომელიც ადამიანობას არ ცხვენს და მე მარცხვენს, იმიტომ რომ მეზიზღება რა. და ასე ძიზღი არ შეიძლება ადამიანმა დაიტიოს როგორც მე მაქვს. არა მარტო მე, იმიტომ რომ ადამიანი აი ეს ყოლა და არა კარგად დაბოსის. არა კაცი ეს, არა კაცი. არა გარეწარი. უყურე როგორ აი ადამიანობასთან, ნუ ვაშკაცობასთან თავარ სარდალი იყო ტიპი და ქართული დაავიწყდა ჭალებში და უკრაინულად ლაპარაკობდა თარჯიმანი მომიყვანეთო. მე თხოვდა ყველას რომ ოღონდ აქედან გამაგდეთ, აქედან გამიყვანეთ და ჩემდა თავად საქართველოსკენ მომროვნებულის დედავატირება. ესაა ყველაზე სამარცხვინო. არგი და სამარცხვინო არსება, ვისაც ოდესმე ქვეყნის პრეზიდენტის ტიტული უტარებია. ამაზე სამარცხვინო მართალი. არამს თუ საქართველოს. დაჟე ფილმში არ არის. კი, არ არის. ხო გვინახავს ხო ბევრი რაღაც სატირისტული ფილმი გაქცეულ დიქტატორზე და რაღაცა, მაგრამ იქაც კი არავინ არ არის. საშა ბალონ კოენი. არა ძმაო, ის როჟა. ის მაგარი როჟაა, ძმაო. ეს არის ყველაზე სამარცხვინო ტიპი, იმიტომ რომ კაც პრეზიდენტმა რომელსაც საკუთარ ქვეყნის მოქალაქეებს თავის ნებით თქვა უარი. მერე უკრაინაში გაიქცა თანამდებობისთვის. მერე უკრაინაში გამოდიოდა ბიჭო საჯარო გამოსვლებზე შეგ სუფრაზე ქართველებს ვირასში ხوار ვაზრობდა დაგწინოდა საჯარო გამოსვლაში მიკროფონით ხელში გამოდიოდა და მეო არც სიმღერა ვიცოდიო არც ცეკვა ქართულ ტრადიციაში ვერ ვერგეო და მაგიტომ გადავწყვიტე ციტირებ გადავწყვიტე გამختارიყავი უკრაინელი ანუ ტიპმა ეთნოსი შეიცვალა ეგრევე ჩემ მოსვლამდეო საქართველოში აეროდრომი კუდებით დადიოდნენ იყვნენ ბნელი გრუზინებიო ანუ ხვდები ეხა ტიპი კარგი მოდი ეხა ჩვენ გავუშვათ რო გამოვიდა ნოღაიდელი რა თქვა თქვენი ეს ქმედება
არ მათქვევინოთ ახლა სააკაშვილზე რა. სააკაშვილზე არ მათქვევინოთ, რასაც ვფიქრობ. რას ფიქრობთ ბატონო ზურა, რას ფიქრობთ? კი უთხარის ხლომათა დაბაში. თქვენ მისი მინისტრთა კაბინეტის წევრი იყავით, რა უთხარით? ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშნებს მე ვერ მომცემს. ვერ რადავერც მოღალატეს ვერ დამიძახა. ხო რატომ იყო ბატონო? თუ თავდასხმა იყო, არ უნდა დაეცვა დაცვის სამსახურს მიხეილ სააკაშვილი, ეს ხომ რუსული პროპაგანდა. არ უნდა რუსული პროპაგანდა არ არის. არ არის რუსული პროპაგანდა. გავაჩეროთ. ნოღაიდელზე ბევრი თქმა შეიძლება, როგორც კარგი სეცუძე, ეს არ არის დღევანდელი დღის გმირი ნოღაიდელი. ვაფშე არ არის ჩემი აზრით. არც გმირი არ არის. მაგრამ სხვა რამეს ვამბობ რა. ეს ის კაჯაი არ არის, ტელეპიროში მტკრივად რო იჯდნენ იდიოტები და ყველაზე იდიოტური რამ თქვა, რაც მე ირანის ომზე გამიგია, რომ ამერიკა ბომბავსო. მაგან თქვა, ხო? მაგან თქვა, ხო? აბა გოგო თუ გახსოვთ. თუ მაგის და ამერიკა ბომბავსო დუბაისო და აბუდაბისო და ცნობილი გამონათქვამია, ერთ-ერთი ოქროს პონჩი არის. და უკაცრავად ეს არა ეს მისი და ერთი შეწყვე მეორე მოხარშემე. მაგრამ მან ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე რომ მიშა არის ყველა სამარცხინო პრეზიდენტი სამარცხინო პრეზიდენტების ისტორიაში, მაგრამ ეხლა შენ ის მითხარ, იმიტომ რომ მე ეგეთი არ ვიცი მეორე აგრეთვე. და მეგონი მანდაც უნიკალური არის. არსებობს თუ არა ერთი ფოტო ან ვიდეო მტკიცებულება რომელიმე ქვეყნის და რომელიმე დროის პრეზიდენტის თუ პრემიერის როგორი მოწყობაც აქვს მმართველის ამსახველი, სადაც ის რაიმე ტიპის საფრთხეზე ხოხავს ძირს. საინტერესო. არსებობს ეგეთი რამე? თუ მარტო უნიკუმი მიშას იგვაქვს ეგ. აი სალვადორი ჩასურილი პრეზიდენტის გვაქვს. სალვადორი კაცი იყოს, მაგრამ ბოლო წუთამდე სიცოცხლის. ჩვენ ნახეთ ბოლო წუთები ვისი? სადამ ჰუსეინის გააკრეს ქსელიდან როგორ აღჭობდნენ და ვაშკაცურად იყო. კადაფიც კი ბრბომდე და უტირა რა თქმა უნდა, უეცრად ხო? არ ვიცი, მე ბოლო წუთები გვაქვს გადაღებული. ბოლო წუთებზე არა. რაიმე ტიპის საფრთხე. რეიგანს რო დაესწნენ თავს, ეგ მახსოვს, კენედის რო დაესწნენ თავს, ეგ ვიდეო კადრები არსებობს. კიდე აი ვიხსენებ, სადაც სასიკვდილო საფრთხე მართლა რაღაცა ხდება. რეიგანი დაეცა უცე. შენ ყველაფერს ასიხსენ, ის არის ყისიერ წინ რო გიდგას მართლა საფრთხე და ამან პროსტა ფაჩუნი გაიგო. არა, ეგეთი ფაჩუნი გაიგო, ბიჭო. ფაჩუნი გაიგოზე მახსოვს, რეიგანი იყო ერთ-ერთ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში ჩასული და საპროტესტო ტალღა უახლოვდებოდა, მაგრამ რეიგანი ღირსეულად ჩამოვიდა და წავიდა რა. აი, შეშლილი სახით დარბოდა. იყო ესეთი კადრები, არ მახსოვს რომელი ქვეყანა იყო. ჩვენ ყავდა პრეზიდენტი, რომელმაც მისი სიტყვები რო ვიხსენოთ ნონარ მელაძისადმი გამოთქმული, თუ ის სოფონი რაზე ეუნება ამას პირიქით. როდეში და სუნი დააყენა. კი. ჩვენ გვახსოვს შევარნაძე რამდენჯერ დამდგარა საფრთხის წინაშე და ვაშკაცურად გადაუტანია ეს ძალიან რა და ეს ვაშკაცობა მას არ აკავდა. მოდი გავუშვათ აკია ბარბაკაძე, ადამიანი რომელიც ზარბაზანი ესწავლა ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს თავრობისას და გააჩაღა ამით სამოქალაქო. ჩვენ არა გვაქვს ერთი რამე. რატომღაც ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ყველაფერზე ტაშს უკრავს ამ ხელისუფლებას და ხელისუფლებას, გონიათ რომ არ ვილაპარაკებთ პრობლემაზე, ანუ სირაქლემეს პოზაში თუ თავდექით მთელი ის რა ქვია, სახელმწიფო და მთელი ქვეყანა, ესე იგი ეს პრობლემა ჩვენ ჩაგვივლის ისე რომ ჩვენ მას ვერ დავინახავთ, მაგრამ მარტო მშვიდობის სახით მშვიდობა მოგვიტანა უცხოების ამის სახით, რომელიც შეიძლება ერთი ჩამოვარდილი დრონით მთლიანად დაინგრეს და ამის ეშინია ყველაზე მეტად ივანიშვილს. არა, მარტო მაგის რატო ეშინია? ყველაფერზე ერთ მშვიდობაზეა გაწყობილი ყველაფერი და გუშინ ერთი ადამიანი მეუბნებოდა რომ აი კაი, რას მეუბნებოდა ერთი ადამიანი? დრონით ჩამოვარდით თურმე მშვიდობა რომ დაირღვევა, ბიძინა ივანიშვილს ეშინია მარტო და ამათ არ ეშინიათ. პირიქით ესენი ბედავენ და მიდიან ისლამური რესპუბლიკის ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან. აუ, ეგ ვიდეო გაუშვა და მაგაზე ცალკე რასაკომენტარებელი არის. ტირაჟირება რა გეხვეწებინა და აი, მაშინ უნდა მოუყვეთ. მოუყვეთ, ხო. არა, ეგ ვიდეო ყველას აქვს თანახი. ფორმულას ჟურნალისტი იბრძანდა ირანის ელჩთან საქართველოში და დაუსვა ასეთი კითხვა. პროვოკაციული. საქართველოს ხელისუფლებამ უფლება რომ დართო ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავს, რომ
მის აეროდრომზე დამჯდარიყო. რატო არ უთხოვთ საქართველოს? ამასო თქვენგანო რეაგირებაო არ უნდა მოხდეს. რატო არ უთესვით ბომბებს საქართველოს? ანუ ძმაო, თუ გვაინტერესებს რაღაცა ერეკლემეორებს მეზარბაზნეები აღარ ყავს, მაგის თანამედროვე ვარიანტი არის ეს. კი, არა, ჯერ სხვანაირად დაიწყო, რომ განიხილება თუ არა საქართველოს როგორც პოტენციური საფრთხე, დიპლომატიური პასუხი გასცა. შემდეგ დაუკონკრეტა, ეგ მეორე კითხვა იყო. აიო ეს თვითნავი რომ დაფრინდაო. რადგან ასევე დიპლომატიური პასუხი გასცა, ელჩი სხვა რას გეტყოდა რა და თავად ელჩის დამოკიდებულება სად გამოჩნდა? თავად იკითხა და თქვენ რატომ მეკითხებითო? თქვენო არ იცითო მე რა ურთიერთობაა საქართველოსა და ირანს შორისო და არ მოეწონა ეს პასუხები რა. იქ რო ყოფილიყო პასუხი რომ დიახ, აი ჩვენ ვაზუსტებთ და სად დავარტყათ. იქნებოდა ბედნიერი. არა, ეს მიცემდა კოორდინატებს. აი, აქ არის მნიშვნელოვანი, აქ რაღაცა სამხედრო ბაზა აქ არის, ჯარი აქ არის. პოსტივი აქ არის, რაღაცა კანცელარია აქ არის, პარლამენტი აქ არის. ყველაფერს ჩაუკაკლავდა უპრობლემოდ კაც. კი ბატონო. ლაშა ბუღაზე ასევე ერთ-ერთი სირისტიანი გაუშვი. სორი რეგალია. სინამდვილეში ჩვენი წუხილიცა და დარდიც და ბრაზიც ხო იქიდან გამომდინარეობს რომ მხოლოდ პოლიტიკური ან ისტორიული ბრძოლის გამოწვევა კი არ არის ეს ჩვენთვის, არამედ თუ როგორ უნდა იქცეს საქართველოს ამხელა ტრადიციის, ისტორიის და კულტურის ქვეყანა ევროპის ცივილიზებულ შემადგენლად. ეს ნურავის ეწყინება, განა მე იმას ვამბობ, რომ ჩვენ ან ცივილიზებულობა გვაკლია ისტორიულად, ან ადამიანებს აკლიათ კულტურა, ან მით უმეტეს კონკრეტულ ადამიანებს განათლება, ან სხვადასხვა, მაგრამ ზოგადად, როდესაც რეჟიმი არის დეგრადირებული და ავრცელებს დეგრადაციას როგორც ფორმას არსებობისა, აი ვიყოთ ცუდები, აი ცუდი ვარ, მაგრამ ვიქნები, იმიტომ რომ აქ დგას ჩემი ძალა, ბრუტალურობაში, სისასტიკეში, სიმკაცრეში. ანუ უყურე არსებობს ბრუტალურობა და სისასტიკე და აი ეს არის ისეთი მამაცი ისეთი თავდადებული რომ ამის და მიუხედავად მაინც აფიქსირებს თავის ხელისუფლების წამლად ერთ-ერთ ინციდენტში უნდა მიეღო ამას მონაწილეობა პოლიციელთან. უნდა დაჯარიმებულიყო წამლად ერთხელ მაინც. ქუჩა ერთხელ მაინც უნდა გადაეკეტა. აი რაღაცა თავისი მოლოტოვი ესროლა. ხო, მოლოტოვია. ასაო. რავი, რეზისტენციის უმაღლესი ფორმა ეგაა, ზმაო. მოლოტოვი არ მინდა. თუ ესეთი რეზისტენცია ვერ მიეკარებოდა და სწორიც არის, კაცო. არა, რაღაცა ეყვირა, შეეგინებინა მაინც ვიღაცისთვის აქციაზე. და აქციაზე ეს ხო არ გვინახავს. აქციაზე არავის არ უნახავს ეს. არავის არ უნახავს. აი როგორ აქციაზე დადასცი? ერთადერთი აქცია, ანუ ამის ისტერიკა მე მახსოვს, იმედის ჟურნალისტს რომ მიუვარდნენ ეს ქალები. ეს ქალებში გამყავს, ეს კვესიტაძე და ვიღაცა იყო კიდე რა. ვიკა ბუკია ხო არ იყო? ნინია კაკაბაძე აბრაზნები რა, ანუ ეგ მდგომარეობა ადამიანის. ესენი რომ მიუვარდნენ იმედი ჟურნალისტს, რომ ლანძღავდნენ, რომ შენ ჟურნალისტი არ ხარ, რუსი ხარო რა. გახსოვს მაშინ ამის ისტერიკა. ის იყო მართლა ალმოდოვარის ქალები ნერვული აშლობის ზღვარზე. აი იმენა ეგ იყო ძმა. ალმოდოვარის ერთ-ერთი მუზა იქნებოდა ეს. არა ძმა, ამაზე ესთეტიკა ევასება. რას ამაში ესთეტიკას ვერ და ჩვენიერებას ამაში ვერ დაინახავს. ყველაფერში. ალმოდოვარი ამაში ჩვენიერებას ვერ დაინახავს. იესო ქრისტემ ვირის ლეშში დაინახავს. ამაში მარტო პროფანაცია. იესო ქრისტემ ვირის ლეშში დაინახავს. ანუ ეხლა მაშინ ხო ეგრეთ თუ შევხვდა რაც პაზორონი ტალახშიც ხედავდა პოეზიას, მაგრამ ამაში ძმო, ანუ ამაში ჩვენიერება მკვდარი არ არსებობს და რაღაცა სადღაც არ არსებობს. იქ ვერ აღმოაცენ. შენ არა გაქვს სასწავლმოქმედი ხედვა და არა უშავს. ვიკაბუკია რა რობოტთან მივიდა ყურში მითხარით, გასაშვებია? ვისთან მივიდა? რობოტთან არა გაუშვა თუ ეჭვე. რობოტია თუ AI-ია? რობოტთან მაგარია, მიდი ბიჭო. რობოტში არის ჩატვირთული AI? ან ფიზიკურ რობოტთან არის? გავუშვით. და რას შეცვლიდე საქართველოში შენ რომ მართავდე ამ ქვეყანას? საქართველოში? ვაუ! პირველ რიგში ხელს შეუწყობდი ტექნოლოგიურ განვითარებას და ინოვაციებს, რომ საქართველო გახდეს რეგიონის tech hub-ი. ეს ხომ მაგარი იდეა, ჰა? არაჩვეულებრივი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მინდა რომ შენ მართავდე ჩვენს ქვეყანას. დიდი მადლობა, მაგრამ ქვეყნის მართვა ჩემს ფუნქციებში არ შედის.
მე დახმარება და სწავლა უფრო გამოდის. კარგია, გააჩერეთ. მაგრამ ეხლა რომელი ურჩევნია? სააკაშვილი ურჩევნია თუ ეს რობოტი? რობოტმაც კი დაადო, ასე ხარ. ხო არა, მე მაინტერესებს სხვა რამე. რატო პოი ხალია რომ რობოტმაც კი მე მაინტერესებს სხვა რამე, რომ ანუ არჩევანი რო კონდეს სააკაშვილსა და ამ რობოტს შორის, სააკაშვილი საირჩევდა. სააკაშვილის რობოტს. ნუ რა უნდა თქვა ეხა ამაზე? გრიგოლ გეგელია უნდა დავუშვათ. ეს განსაკუთრებული იდიოტიზმი. პასუხად უნდა გავუშვათ გრიგოლ გეგელია. აბა, არანაკლები იდიოტი. და ხოცობა უტოლდება მაპატიეთ, მაგრამ სოციალურ იდიოტიზმს. როდესაც შენი ჰაბიტატი არ გესმის რა არის. აი ამას მე ვუწოდებ, რომ ჩემი ტერმინია პირობითი სოციალური იდიოტი, რაცა შენ სოციალურ ჰაბიტატს ვერ გრძნობ და ვერ ხვდები, რომ ის ჰაბიტატი, რომელშიც ხოცი მიგათრევს რეჟიმი, არის შენს წინააღმდეგ. ვინმეს წინააღმდეგ კი არ არის, შენი ინტერესების წინააღმდეგ. გავაჩვენე. ეხლა ეს არის მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს ხალხის დამცირება, მაინც ჩემი და ჩვენი შერქმეული სახელები უკვე ფოლკლორის ნაწილია. პრიჩი ვაიზიცა, ხანუ, არკოდად მოარული სახელები არის და ბევრი ადამიანი დავჩაგდა და ცხოვრებას კარგად დაუნგრიეთ ახალგაზრდებს, ხო, კუტაბიჭი იქნება. არა, დაჟე ძმაო, ბატონო ლირიკულ გადახვას გავაკეთებ. რაღაცა ჩანაწერი გაიჩითა ტრადიციებზე დაჭერილი ხალხის რა. ხო. ეხლა რა უახლესი პერიოდის რა და იქ ერთი ტრადიციების მიმდევარი, მეორეს ეუბნება, რომ ესო ვიღაცაო გნიდაო გაიჩითაო და აკაცუკი იყო იმენაო. ხო. ანუ მანდაც შევიდა, ბიჭო, ხვდები? კი ბატონო. მოდი ეხლა ეს რა თქმა უნდა. ეხლა ეს არის ყველას ბაქსოს კარგი რომანი ჯაკოს ხიზნების. კი. გმირი თეიმურას ხევისთავი. იმპოტენტი ერთდროს დიდგვაროვანი იმპოტენტი ადამიანი, რომელიც თავის სულთანებთან ჯაკო ხმარობს. აი ესე პირდაპირ ხმარობს ამ სიტყვის პირდაპირ და გადაერთი მნიშვნელობით დედას უტირებს. და შემდეგ ნაწილში წითელი არმია და სოციალისტი კომუნეები ამარცხებენ ჯაკოს და ეგ საერთოდ არ იყო საჭირო მე მგონი, აბა სხვადასხვა ვერ გამოუშვებდა მაგას ზედმეტია მაგრომაში, მაგრამ აი ეს ქართველი სახე კარგად არის დანახული, ხო? ასეთი ქართველი. ასეთი ქართველი და ბრინკა, აი ძალიან კარგი სახე. ეს არის აბსოლუტურად იმპოტენტი ადამიანი. იმპოტენტების ჰაბიტატის მქონე საზოგადოებაში. საჭურისების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. საჭურისების კი ბატონო. მისტერ საჭურისი. ხო. მომულბალი ადამიანი. სხვათა შორის აი ხო ტარდება რა მისტერ ვალენტინ და რაღაცები. მისტერ საჭურისი რო ჩატარდეს. მეორე ადგილზე გავა. ხო, იმიტომ რომ მგონია პირველზე ბუღაძე გავა. არა, ეს ესეთი საჭურისია რომ მეორე ადგილზე გავა. რა თქმა უნდა. ყველაზე მაგარიც არ არის რა. ხო, და მაგაზე გონი ბუღაძე მოიგებს თქო. ბუღაძე უეჭველი მოიგებს. კარგად კივის მღერი. მეცოს მრანოთი. აი გრიგოლ გეგელია. არა ისა კიდე. შენ ხარ ჩვეულებრივი საჭურისი ადამიანი. ხოცობა უტოლდება სოციალურ იდიოტის. ნუ ამაზე ხარ შეგინებას აზრი არ აქვს ესეთი რაღაცები. და აი მეგობრებო, როცა ამას დაინახავთ და გახსენდეთ ბრინკა ძალიან მაგარი თქვა ტოპ პერსონაჟია ბრინკა 100%-იან რა აი ქცევით ყველა ეგეთი არის რა. ესე უხდებოდეს. რამე დაუბრუნო ეგ შვიათი არის. სურა ჯაფარიძე გაუშვათ? რავი, რატო არა. გაუშვით. ძალიან ნაყარ-ნუყარი ხალხი იყო. თუ გესმის ვისურვით რა ვიცი ხა გუში ვიღაცას აგინებდა გუში ვიღაცას ნამიჯი არ მოწონდა და ასე შემდეგ ეგ ყველაფერი ხდება მე-17 ხარისხოვანი თუ გესმის რა სურვით და როგორ შეიძლება ეს რაღაცა დაამარცხო კი ბატონო თუ ხა რავი ის იმაზე ხო მე კი პოზიტიურად ვილაპარაკე ამ ალიანსზე მაგრამ შეყვარებულები კი არა ვარ დღეს ხო გასაგებია მაგ გააზრებითა ვართ ერთად რომ გესმის რა სურვით და მაგის გამო ხო ბევრმა ადამიანმა რაღაცებს გადააბიურმა კი და კარგად გადააბიჯეს შორს გადააბიჯეს ჩემი აზრით კი ბატონო ხო შორს თუ გადააბიჯეს და ანუ არ ყვარობ ერთმანეთს მაგრამ მე ერთადერთი რაღაც მაინტერესებს იმიტომ რომ ეხლა ჩვენ დაფიქსელებული გამოსახულება გქონდა რა აწერია კეპკაზე ამჟამად რომელი ამერიკული სპეცსამსახურის მიმართულების კეპკა ახურავს ეს ადამიანი არის ასევე ვერ ვკითხულობ ახლა მე მithumetes ვერ ვკითხულობ თინეიჯერი ადამიანია ეს არის ყველა ეგა ანუ რო გადახედო ამასაკობრივ კატეგორიას ნაცებში ეს გვარამია ანუ ეს ბავშვობის ტრამვები რო ვერ მოიშუშეს ახალგაზრდობაში რისუნება და ჟინიც ჰქონდათ მაგ დროს რო ჰასტუხი გაუკეთა მიშამ და ეს ენჯეუშნიკად არბენინა და იმას პროკურორად ჰა ეზოში უეჭველი ცემდნენ ხა აბარასიამდე ხო აი ადამიანი უყურე
ანუ ტიპები, რომლებმაც ახალგაზრდობა ვერ შეირგეს, ეხლა მართლა ყველაზე შუახნის კრიზისი რო დაუდგათ, ის ასაკობრივადაც და მენტალურადაც, აი გამოსავალი ნახეს ამაში რა, რომ ახალგაზრდა ეს არის ადამიანი, რომელსაც რო კითხეს ციხეში რა იყო ყველაზე ცუდიო, სექსის ნაკლებობამ ტანჯავდა, ანუ სექსი არ მქონდა ეს კი არა. აღარ მეუხერხულება სააკაშოზე რაც იბაზრე ამასაც ეკუთვნის. მეუხერხულება უბრალოდ ამ ნათქვამის გაშიფრვა შემდგომი და ეს ეხავს უბრალოდ რაღაცები არის რაც არ უნდა ილაპარაკო. მაკდონალდსის ბურგერი იყო კიდევ რაც მაკლდა. კოლა და ბურგერი შევჭამეთ ციხიდან გამოსვლის. ეგ მომენტა ყველაზე ძალიანო და ნუ ტანჯვა ასეთი ადამიანის საქართველოს ცხოვრება არის ტანჯვა. თარგმნილ და არც რომ მიდის რომც არ მიდის. ვის რათ უნდა რომ წავიდეს. აქ ძმაო, აქ დანიშნულება არის აგენტი, ყველაფრის შემსრულებელი, რაც არ უნდა უთო ყველა დავალებას შეასრულებს, იქ რო წავიდეს, იქ რა ჯანდაბად უნდა. რაში უნდა გამოიყენონ. კარგად ზანდებოდეთ, მეგობრებო, ჩვენ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს იმედია სრული შემოქმედება. ხვალამდე.